93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა. კუჭიდან ძლიერი სისხლდენის გამო ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრში 17 მარტს გვიან ღამით გადაიყვანეს. 93 წლის პატრიარქი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა და მის მკურნალობაზე ექიმების კონსილიუმი მუშაობდა. ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად 1977 წელს აირჩიეს. ეს იყო მუხალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის. მინდა მივსამძიმო ყოველ ქართველს ისეთ საქართველოს ასეთი დიდი ადამიანები, როდესაც ტოვებენ, არის ასევე მიგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი ელმა საქართველოს და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ეს ჩვენი მამა იყო და არის და იქნება. ვინაიდან ჩვენ მის ეპოქაში ხელმა ჩვენმა შეგნებულმა სპორტომ გაიარა მის ეპოქაში და მისი აღზრდილები და მისი შვილები. დღის პირველ ნახევარში პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად და მკურნალობის სტრატეგიაზე მსჯელობის მიზნით ექიმთა კონსილიუმი შეიკრიბა. მისი დასრულების შემდეგ კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა რეანიმატოლოგმა ვახტანგ კალოიანმა თქვა, რომ პაციენტს გულის მუშაობის დეწნების შესანარჩუნებლად მედიკამენტებით ეხმარებიან. სულია ვითარება, მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი დინამიკა, რამდენად ეფექტური იქნება ის ჩარევები, რაც განხორციელდა. ამით თავზე რაც შეგვიძლია ვთქვა, სისხლდენა გაჩერებულია, სხვა დეტალებზე უბრალოდ რთული იქნება საუბარი. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება, ამ მედიკამენტების ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება, დანარჩენი უკვე დროის საკითხია. ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომუჯირმა. მან მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდა. თურქეთიდან ველოდებით ღამის პირველი საათისთვის სპეციალისტ დიახ რეანიმატოლოგს. ამჟამად მიმდინარეობს იგივე თერაპია, რომელიც აქამდე იყო დანიშნული და ელოდებიან როგორი დინამიკა იქნება პატრიარქის მდგომარეობის. წნევის პარამეტრები და ასევე სხვა, იმისთვის რომ განსაზღვრონ შემდგომი მკურნალობა. ეს არის რაც ვიცით აქამდე. და მთავარია რომ ვილოცოთ ყველა მთელმა საქართველოს ჩვენმა მრევლმა ხალხმა მისი ჯანმრთელობისთვის. ერთმა დალოცოს გააზრიებს. როგორც ვიცით, არის მცირედი უკეთესობა შეინიშნება უკვე და დამაიმედებელია. პატრიარქის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა დეკანოს ძმა ანდრია ჯაღმაიძემაც. კუჭში სისხლისდენის ფაქტი იყო საკმაოდ ინტენსიური და ამიტომ მარტივი არ არის ამ ხნის ადამიანისთვის ესე იოლად გამოსვლა. კავკასიის მედიცინის ცენტრში ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების გარდა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად იმყოფებოდნენ თანამდებობის პირები, მათ შორის ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე. მე მინდა პატრიარქის ჯანმრთელობა უსურო და მადლობას გადავხდი ექიმებს, ყველა არის ბოლომდე ჩართული, მაქსიმუმს აკეთებენ იმისათვის, რომ სათანადოდ იზრუნონ პატრიარქის ჯანმრთელობაზე. მადლობას მინისტრს, რომელიც ბოლომდეა ყველაფერში ჩართული და სახელმწიფო რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნა პატრიარქის ჯანმრთელობაზე. მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ ყველა ერთად ვილოცოთ ჩვენი პატრიარქისთვის, უსულოთ მას სიმხნევე და გამოჯანმრთელება. მისი ეხლა მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, რომ ყველა ვიდგეთ ერთად, ვილოცოთ მისთვის. ექიმები იცით რომ კონსულიუმი იყო, განიხილავენ საკითხებს თუ რა როგორ უნდა გადაწყდეს. ყველაფერს აკეთებს სახელმწიფოც, ჯანდაცვის სამინისტრო, ყველაფერს აკეთებენ თითოეული ექიმი, რომელიც ამ არის დაკავებული და ყველაფერი გაკეთება იმისთვის, რომ სამედიცინო ჩარევის შესაძლებელი გახდეს მისი ჯანმრთელობის გამოსწორება. კავკასიის მედიცინის ცენტრში დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. თავარი არის შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი, ჩვენ ვლოცულობთ, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უნდა უსურვოთ ჩვენს პატრიარქს. ცხადია ის არის ხანდაზმულ ასაკში, არის თანხლები და ავადებებიც, არსებობს კრიტიკული მდგომარეობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვინარჩუნებთ იმ ოპტიმიზმს, რომ ჩვენი პატრიარქი
ძალიან მალე გამოჯამრთელდება. კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც ილია მეორეს მკურნალობენ, დღეს სახალხო დამცველი მივიდა. ლევან იოსელიანმა თქვა, რომ პატრიარქის მდგომარეობის დასტაბილურებისთვის ყველაფერი კეთდება. მინდა რომ მას ჯანმრთელობა უსურვო და ბევრი ადამიანი მიკავშირდება, ბევრი ადამიანი არის შეწუხებული ამ ამბით და ბუნებრივი არის რომ ყველას გვადარდებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. განსაკუთრებული სიახლის თქმა არ შემიძლია, თქვენთვის ცნობილია ძირითადად რაც უკეთდება, ერთ-ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს აკეთებენ ნამდვილად იმისთვის, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და საბოლოოდ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და დაძლიოს ეს პრობლემა. ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების გამო ილია მეორის კლინიკაში გადაყვანის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია საპატრიარქომ გაავრცელა. პატრიარქი კავკასიის მედიცინის ცენტრში ღამის 3 საათზე შეიყვანეს. მეშმა გაგვაძლიეროს ყველა და მე იმედი მაქვს რომ მისი პარალელობა და მისი ლოცვა განცდება და განაპირობებს კიდევ უფრო ჩვენი ქვეყნის ხალხის ერთსიყვარულს და წარსულებას სულიერ სასწაულს და მისი წმინდა ლოცვები ჩვენს ამენ. ნაცია, სათხარ. ამერა ის ლაივი გაიგა დაგეჩიშა რა.
მიდი უშოთ მოიხსენ ჯოჯო ხეთში ვარ მასა ხო გასაგებია მაგრამ